გურის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია გაეცნო. წყალმომარაგებისა და საავტომობილო გზების რეაბილიტაციის 15 პროექტი მინისტრის მოადგილემ ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში დაათვალიერა. შოთა მურღულია აღნიშნულ პროექტებზე დასაქმებულებსაც შეხვდა და მათ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მურღულიას განცხადებით მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოზურგეთის წყალსადენისა და ურეკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჯერებით დაწყებული არ არის. შედარებით სხვა რეგიონებთან აქ ტემპები არის დაბალი. მაშინაც ახლა გავერკვიეთ, ჩვენ დოკუმენტალურად ეს ინფორმაცია ყველაფერი გქონდა, თუმცა ახლა თითოეულ შემსრულებელთან ის ვადები დავაკონკრეტეთ თუ რა ვადებში და ნაწილობრივ ამოვიღეთ ის ინფორმაციას თუ რატო იყო ეს შესრულებები ესე დაბალი. სამინისტროში კიდე გაგრძელდება, შეხვედრები რომ დეტალურად დავდოთ, გავაკეთოთ ამის ანალიზი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე არსებობს ამერიკელი მაღალჩინოსნების